დაფიქსირდა და ჩვენ სკოლაში ის ადგილი, რომელიც აერთიანებს ცოდნას, თავგადასავლებს და შვიდ გარემოს. ესაა სკოლის ბიბლიოთეკა. ჩვენი სკოლის გული. დღეს ჩვენ გავიგებთ ბიბლიოთეკარის ისტორიებს. მოვისმენთ მოსწავლეების მოსაზრებებს. იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს სივრცე მნიშვნელოვანი. თქვენი აზრით რა არის ბიბლიოთეკის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია თანამედროვე სკოლაში? ბიბლიოთეკა სკოლის შემადგენელი ნაწილია. წიგნი კი არის ოცნება, რომელიც შეიძლება ხელში დაიკავო. ამიტომ უნდა იმეგობროთ წიგნთან და ბიბლიოთეკასთან. რა ჟანრით ინტერესდებიან მოსწავლეები ყველაზე მეტად? ბიბლიოთეკაში შემოსული წიგნი ყველა კარგია, მაგრამ ყველა ჟანრს ყავს თავისი მკითხველი. მოგვიყევით ბიბლიოთეკის შესახებ. როდის განახსნათ და რამდენი წიგნია დაცული? ჩვენი ბიბლიოთეკა არის უძველესი. გეცოდინებათ, რომ ეს სკოლა 150 წლისაა. ბიბლიოთეკაც იმ წლებს ითვლის და მეც მათ შორის წლები ვიმოღვაწე ამ სკოლაში. ჩვენს ბიბლიოთეკას 30,000 წიგნზე მეტი აქვს ცაცავში. თანდათან ხდება განახლება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის, მაგრამ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო 2019 წელი, როცა მამა ილიამ მოახდინა ამ სკოლის ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია. განახლდა ეს სამკითხველო დარბაზი თავისი ახალი ავეჯით, სადაც მოსწავლეებს შეუქმნა პოზიტიური და კარგი პირობები, იმიტომ უხარიათ ახლაც მოსწავლეებს აქ შემოსვლა. ჩავიცით, რომ აქ ხშირად ტარდება ღონისძიებები ტარდება, აქტივობები ტარდება, საიუბილეო დღეები პოეტების და მწერლების. სულ ახლახან ჩატარდა ტვინების ბრძოლა, რომელშიც ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. თქვენი გზავნილი მოსწავლეებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ იშვიათად სტუმრობენ ბიბლიოთეკას. ცოდნა, განათლება არის სინათლე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იწვევთ ბიბლიოთეკაში, მობრძანდით ჩვენთან. გამარჯობა, მე ვარ მაქსიმე შვანია. დღეს მინდა რომ გაგესაუბროთ ბიბლიოთეკის შესახებ. დადიხარ ბიბლიოთეკაში? დიახ. რატომ დადიხარ ბიბლიოთეკაში? იმიტომ რომ ცოდნა შევიძინოთ. ჩემი აზრით ბიბლიოთეკა ადგილია, სადაც არის ძელი წიგნების სურნელი, ყველაზე სასიამოვნო გარემოს სიმშვიდე და სადაც მართლა ცოდნა შეიძენი და ძალიან ბევრ რამეს ისწავლი. რომელია თქვენი საყვარელი კუთხე აქ? ყოველთვის მე მიზიდავდა მაგალითად ბიბლიოთეკაში რომ შემოვიდეთ, ეს მგვარი ლამაზი მაგი და წიგნებით შემოფანტული და პუფები და ალბათ ხშირად პუფებზე სიამოვნე და დავსხლებოდი და კითხულობდით მეგობრები ერთად. თეკლასავით ყველა ამას სიტყვის, რადგან ყველა საგვარს დაждდება, ყველა აქ მოდის, როცა ბიბლიოთეკაში შემოვა, დაждდება და კითხულობს. ადამიანების ცხოვრებაზე, მაგალითად საოცრებას გამოშვება მომწონს, სადაც ადამიანები თავის ცხოვრებას აღწერენ. მე ვიცი, რომ აქ ხშირად ტარდება ღონისძიებები. თუმცა აქტივობებში მოგეწონათ მონაწილეობის მიღება. მე დამამახსოვრდა აქტივობა, რომელშიც მე და ჩემმა მეგობარმა საბასიჭინავან მივიღეთ მონაწილეობა. იქ ვამბობდით ლექსებს და ვიღებდით ვიდეოებს. გონი იმაზე ვლაპარაკობ 26 მაისის დღეს ჩვენ ლექსები რო თქვით. დიახ, იმაზე ვამბობ. რა რჩევას მისცემდი მოსწავლეებს, რომ ხშირად იარონ ბიბლიოთეკაში? აქ არის ძალიან საინტერესო წიგნები, როგორც ისტორიასა, ასე ზღაპრები. მე მათ ვეტყოდი, როგორც უფროსებს, ასევე უმცროსებს, იარონ ბიბლიოთეკაში, რადგან არა მარტო ცოდნას ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან და შეუყვარდებათ წიგნები უფრო მეტად. ასევე აქ შეგიძლია გაიცნო ბევრი ახალი მეგობარი. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჩვენი ბიბლიოთეკა, რომელიც სულ ზრუნავს აქაურობაზე და ურთულება წიგნებს. და ასევე ჩვენს ურთულებით. როგორც ხედავთ, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ წიგნების საცავი. ეს არის ცოცხალი სივრცე, სადაც იბადება იდეები, ხდება გაზიარება, სადაც ნებისმიერ მიერ ჩვენგანს შეუძლია იპოვოს სიმშვიდე და თავგადასავალი. ეჭვია ჩვენს ბიბლიოთეკას. აღმოაჩინეს თქვენი ახალი საყვარელი ადგილი სკოლაში.